ეხლა კი პასტისთვის დაგჭირდებათ. 300 გრამი ფქვილი, 3 ცალი კვერცხი და დაახლოებით 10 გრამი მარილი. სამოქშო ზედაპირზე გადმოყარეთ ფქვილი და გავუკეთეთ ჩაღრმავება როგორც ვიდეოში ნაჩვენები. ჩაატეხეთ კვერცხები შიგნით ამ ჩაღრმავებაში, დავამატეთ მარილი და დავიწყოთ მოზელვა. ნელ-ნელა ცემენტივით გარედან უნდა ავიღოთ ფქვილი და კარგად მოვზილოთ და საბოლოო ჯამში შეიკურება ჩვენი ცომაც. კი, კარგი არის ხელნაკეთი პასტა, მაგრამ ძალიან ბევრი ძალისხმევას მოითხოვს, დაახლოებით 15 წუთი უნდა ზილო, რომ კარგად გააქტიურდეს გლუტენი. მე ზოგადად უფრო მიყვარს მაღაზიაში ნაყიდი, იმიტომ რომ უფრო ნაკლებად მძიმე არის. ცოტა გამძიმებს უფრო ვიდრე ჩვეულებრივი პასტა. და რა ვიცი, თუ ცოტა გეზარება პასტის გაკეთება, შეგვიძლია რომ იყიდე ჩვეულებრივად, ამიტომ არაფერი ცოდვას არ ჩაიდე. დაიწყეთ ყველაზე დიდ ზომაზე გამოტარება, ერთხელ გადაკეთეთ როგორც ვიდეოში ნაჩვენები და შემდეგ ეს პროცესი გაიმეორეთ ორჯერ. და ნელ-ნელა ერთი საფეხური დავუწევთ ხოლმე სისქენ და გავაბრტყელოთ ჩვენი პასტა. ეს ჩვენი ლაზანიას პასტა და უნდა იყოს ისეთი, რომ სინათლეზე რო გაწევ, ხელი უნდა ილანდებოდეს შიგნით, რა ეგეთით ხელი უნდა იყოს. და ახლა გავაკეთებთ კიდე შემდეგებს და ვიყურეთ. მერე მოვხარშოთ პასტაც. პასტა უნდა მოხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში, დაახლოებით 2-3 წუთი.